ერთადერთი რიცის მეშინია არის ასტეროიდი რომ დედამიწას დაეცეს. კარგი რა. შენ დედა სალაროსთან რამდენიმე წუთით მარტო რომ გტოვებს, მაგისიც გეშინია. როგორ არ უნდა შეგეშინდეს? ასეთ მომენტში მთლიანი ცხოვრება თვალწინ გივლის. მერე რა, მე თქვენზე მამაცი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ გოგო ვარ. მოდი შევეჯიბროთ, გამოწვევას გთავაზობ. კარგი, 24 საათის განმავლობაში 100 შიში. გაჭაყარავებისთვის მოემზადეთ ვიდეოს ბოლომდე. რომელი შიშით უნდა დავიწყოთ? იქნებ სიმაღლის შიში? აჰა, და რას ფიქრობ, როგორ დავძლებ? ყველაზე მაღალი რამ რაც გქონს, ჟენიასთვის შეფასება. იცი ნიკოლ, შენს ადგილას ისეთ ადამიანს არ დავცინებდი, რომელსაც შენი შიშების გამოყენება შენს წინააღმდეგ შეუძლია. ვითომ როგორ? კარგი, მაგალითად აი ასე. არა! ეს არ გააკეთო! ახლა ვერ გააკეთეთ, ხო? აბა კი, შანსიც გამოგიჩნდა შენი შიშის დასამარცხებლად. ჩვენ კარგად ვიცით, რომ შენ დახურულ სივრცეში ყოფნის გეშინია. კლაუსტროფობია. რა? დახურული ადგილების შიშს კლაუსტროფობია ქვია. ყოველ შემთხვევაში ამას შურისძიება ქვია. გააკეთ, გთხოვთ, გააკეთ! კარგი ნიკოლ, წყნარად, შიში მხოლოდ შენს თავშია. როგორ ჩანს, აქ მონსტრები არ არიან. ასე რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ან იქნება არის ვინმე. ნიკოლ, ცოტა ხანის გაუძელი. ყველაფერი კარგადაა. მალე ჟენია გამოგიშვებს და მათ ყველაფრის გამო სამაგიეროს გადაუხდი. აბა როგორ ხარ? ხედავ, ცოცხალის ხარ და ჯამთელის. შენ კიდე როგორ აბუქებდი? ჟენია, ილოცე რომ ახლა ცოცხალი გადარჩე. დაწნარდით, შიშებთან ბრძოლა ზუსტად ამ გამოწვევის მიზანია. ჩვენი შიშები უნდა დავამარცხოთ. ზუსტად, უბრალოდ ნიკოლს რატომღაც არ ესმის. და ყოველთვის ნიკოლი რატო? იქნებ ჟენიას შიშებზე ვილაპარაკოთ? თულია იმაზე ლაპარაკი, რაც არ არსებობს. კარგი, ზუსტად ახლავე გავიგებთ ამას. ჟენია ამბობ რომ არაფრის გეშინია? ზუსტადაც. აბა ეს როგორ მოგწონს? ტადა! ეს რაღაცნაირი სარკაზმული ხუმრობაა, რომ დაბანის მეშინია? დაბანის რომ გეშინია, ეგ უკვე ვიცით. ეს სულ სხვა მიზეზით აქვს. პატარა ჟენიას ჯერ კიდევ ეშინია წყალში ჩაყვინთვის. არ მეშინია, უბრალოდ არ მიყვარს. ხო, ალბათ მაგიტომ ყვირი, როცა ერთი წვეთი წყალი მოგხვდება ხოლმე სახეზე აუზში. იმიტომ რომ საშინლად უსიამოვნოა, როცა ეს სითხე ცხვირში, პირში და ყურებში ხვდება. თუ მართლა არ გეშინია, მაშინ მგონი პრობლემა არ უნდა იყოს, რომ სუნთქო შეიკავო და თავი თუნდაც 10 წამით წყალში გააჩერო. აი ასე. აი ხედავ, არაფერია საშიში. უბრალოდ წარმოიდგინე რომ წყალი განსაკუთრებული ენთუზიაზმით უნდა დაიო. მარტივია შენთვის ამის თქმა. ბავშვობაში არ გაგდებდნენ წყალში. სულ სწრაფად რომ გესწავლა. მე კი მაშინ კინაღამ დავიხვში. ბავშვობის ტრავმები მასეთებია. მაგრამ აქ ნამდვილად არ დაიხვჩები. უბრალოდ თვალებს ხუჭავ, სუნთქვას სიკავებ და ბამ. კარგი, საკმარისია. რა გოგოსავით ვეხვეწებით? შენ შევთანხმდით, შიშებს თვალებში შემხედავდით. ხოდა თუ შენი თარგინდა, ძალით ჩაგაყვინთიებ წყალში. აბა ჟენია, ჯანმრთელიც ხარ და ცოცხალიც. შენ კიდევ ერთი ამბავი ატეხე. გაჩუმდი ნიკოლ. ნუ ადარებ ჩემს ფობიებს შენს ბავშვურ შიშებთან. ხო, ფობიები. ბოგდან, სამზარეულოში რატომ მოგვიყვანე? გინდა რომ შენს მშიერად დარჩენის შიშს გაგვაცნო? არა, აქ ჩვენ საერთო შიშის გამოვართ. ეს რომელი შიშია? ოღონდ არ თქო რომ ბავშვების შიშს ელაპარაკობდი. არა, ეს ძალიან ბანალურია. მოიცა. აბა ამელია აქ რას აკეთებს? ახლა ვეგეტყვით რატომაც. ჩვენ ყველა გამოწვევასთან ერთად უკვე თვალებ დახუჭული ჭამის ფობიაც გვაქვს. მოკლედ, ახლა კარგად მომისმინეთ. აქ იმიტომ ვარ რომ რაიმე გემრიელი გაჭამოთ, ან არც ისე გემრიელი. კარგი. გზნობა მაქვს რომ ყველა ამ გემრიელებების ჭამის შემდეგ მთლიანად დღეს შენი ოთახის საპირფარეშოში გავატარებ. ეგ თუ გაგიმართლებს კი? ვის გადავიწყოთ? მე. როცა საქმე ჭამას ეხება, შენ ყოველთვის პირველი ხარ. გემრიელია. საიდან იცოდი პონჩიკები რომ მიყვარდა? ყველაფერი ვიცი თქვენს შესახებ. ვაუ, გემრიელობა მეც მინდა. შემდეგი მე ვარ. ეს საერთოდ არ გავს პონჩიკს. აბა ჟენია, მზად ხარ? მზად ვარ. როგორც ჩანს 50-50-ზე მაქვს შანსი. ვაშლი. მე მომეწონა. ოდნა უცნაური გამო კი აქვს, მაგრამ საერთო ჯამში არაა ცუდი. ზუსტად რომ გითხრა, ეს დამპალი ვაშლია, მაგრამ ცხოვრებას გააგრძელებ. ყველაფერი კარგად იქნება. ვერ ვიტყვი რომ ამ ცხარე საჭმლის ჭამის შემდეგ შიში მოვიშორე. ასე არა. სამაგიეროდ სახალისო იყო. განსაკუთრებულად ჩემთვის. შენ ეს ნახე? მე ვიცი თუ შემდეგ შიშს როგორ უნდა შევებრძოლოთ. შევებრძოლოთ?
კაცებისავით ერთ-ერთზე? და თქვენ კაცებად მოიხსენიებთ თავს? ნუ მაცინებ. კარგი. და რა შიშია? საშინელებათა ფილმი. მოიცა. ეს უბრალოდ თქვენთვისაა. მე მასეთების არ მეშინია, მაგრამ პრინციპში შემოგიერთდებით. ეს რა, ის ბიჭია? ამას საერთოდ თავისინებით ვინ უყურებს? იმედია, რომ ყურების შემდეგ დივანი მშრალი დარჩება. იმედია. აი შენი გოგუებიც, შიშარა არსებები. ეს სრული სიმართლეა. ჩვენ კაცებს ასეთების არ გვეშინია. კარგი ბოგდან, მოდი ვუყუროთ. კარგი. აბა, მზად ხართ ერთ-ერთ ყველაზე ცნობად შიშს გავამკლავდეთ? რომელს? საპირფარეშოში რომ ხარ და ამჩნევ რომ ქაღალდი გათავებულია? არა, სულელო. ნუ აფუჭებ მისტიურ სამყაროს. მოჩვენებებისა და ზებუნებრივების შიშს გულისხმობ. მოჩვენებები არ არსებობენ. ჩვენ ხო უკვე დავამტკიცეთ ეს. აბა, რატო შეგაწუხა ასე? ხოდა თავიდან დავამტკიცოთ. კარგი, ვისი სული გამოვიზახოთ? იქნებ აგურების დამასი? თუ ტკბილეულის გნომის? მოდი, უბრალოდ სული გამოვიზახოთ და რომელიც მოვა. მოვა. და სიკვდილის მოჩვენება რომ მოვიდეს? ვისი გეშინია? სულები ხომ არ არსებობენ? სულო, მოდი, სულო, მოდი, სულო, მოდი. არ ფიქრობთ რომ ეს სანთლები რაღაც ძალიან სხვანაირად მოძრაობენ? მეშინია. რაღაც ორპირის უბერავს. გონია რომ აქ ვიღაც არის. ბავშვებო, შეხედეთ. ჯანდაბა, მე გავიქეცი. მეც, თორემ მერე მოჩვენებები დამესიზმრება. წავედი, გავიქეცი. ისედაც საწოლში ჩამსვის პრობლემები მაქვს. შიშრებო, როგორ ჩანს მხოლოდ მე ვარ აქ მამაცი. კარგი. ან არა, მეც გავიქეცი. როგორი მარტივია თქვენი შეშინება. თქვენ ძალიან ნაზები ხართ. ახლა კიდევ ერთი შიში გამიჩნდა. მეშინია ვიდეოს ბოლომდე გაჭაღარავების. ან შრიფინის. მე ამის არ მეშინია. ეს ნიუანსები მე ქარიზმას ვერ წამართმევს. მოიცა. ყოველთვის მასი ამბობ რომ არაფრის გეშინია, მაგრამ მე ყოველთვის ხვევივით გარბი ხარ. იცით რა? მეც მოყვებით ხოლმე. მე რომ ამ დაკომპლექსდეთ და თავი შიშრები არ გეგონოთ. კარგი. ახლა შიშარა მხოლოდ შენ აღმოჩნდები. მომისმინე. იდეა მაქვს თუ რომელ შიშთან დაგაპირისპიროთ. კარგია. აბა შენ იცი ბოგდან. კარგი ბოგდან. ფრთხილად. მიყვარს სიურპრიზები. იმედი მაქვს რაიმე კარგი იქნება. ცუდია რომ გონია რომ რაიმე კარგი იქნება, როდესაც ვიდეო შიშებზეა. არა, ეს უკვე ზედმეტია. კარგი რა, ბოგდან. ეს მხოლოდ უწყინარი თოჯინაა. უბრალოდ ერთი თოჯინა. კარგი ბოგდან, მომისმინე კარგად. არ შეიძლება ამ სიმაღლე და ამ ხელებით თოჯინები შეშინოდეს. არ გინახავთ რომ ესეთი თოჯინები ცოცხლებიან და ვიღაცის მოკლა უნდათ ხოლმე მერე? ეგ ყველაფერი მართალი არაა. შენ უბრალოდ თოჯინასთან ერთად ოთახში მარტო უნდა დარჩე ერთ-ერთზე. აბა შენ იცი, ბოგდანჩიკ. ეს ხომ მხოლოდ თოჯინაა. თუ არ შევხედავ, წარმოვიდგენ რომ ის უბრალოდ აქ არ არის. ой ვაიმე, რას მიყურებ? რაიმე გეგმები გაქვს ჩემთვის? მიხედე შენ საქმეს. მე შენი არ მეშინია, შეყალბო ბარბი. გემუდარები არ გინდა? არა! ხო, ოღონდ არ მომკლა. ხო! ესე იგი თქვენი ყავით? ვიცოდი რომ თქვენი ყავით. ხო, კი, იცოდი. შენ შიშისგან კიდე გამჩაიფსი. მართალია? იმედი გვაქვს რომ არ ჩაგიფსამს. უბრალოდ აკყევით. ისე გინდოდათ ჩემი შეშინება რომ არაკოლოდით გეწყინებოდათ. მე თქვენ უბრალოდ არ გაწყენინეთ ბავშვებო. ხო, კი, რა თქმა უნდა. ძალიან კრეატიულად კითხულები. მისმინე, როგორ მოგწონს შენი ეს გართობის იდეა? გართობის? მოიცა. შიშებს არ უკავდებით დღეს? ღმერთო, როგორც ჩანს მართალია ბიჭებზე რომ ამბობენ, ნამიოკებს ვერ ხვდებიანო. შენი ეს თავარშის გულისხმობ. გამელოტების შიშს? არა, გაპარსვას არ უპირებ, მაგრამ კარგი იდეაა. მე კლოუნებზე გულისხმობ. ზუსტად. მართალია. შენიას ხომ ძალიან ეშინია კლოუნების. ცირკში როდესაც მივდივართ, გარეთ ჩვენი ჩანთებით გველოდებან ხოლმე. ახლა კი ვერ შეძლებს ხუჩაში ლოდინს. არა, ოღონდ ეს არა. შენია, კარგად ხარ? არ გინდა ჩვენთან ერთად გართობა? შემდეგი პერფორმანსი ადამიანის გადახერხვა. როგორ ფიქრობ, ვინ იქნება ჩვენი ასისტენტი? არა. კარგი, უფრო სწრაფად დანებდა ვიდრე მეგონა. ნამდვილად, მაგრამ ეს ჩვენ ძალიან შევაშინეთ.
ეს რისთვისაა? კიდეულით გინდათ ჩემი შეშინება? ძალიან მეშინია. მოიცა, რომ გითხრათ რომ მაგ რაცაა ყველაფერი უნდა შევჭამოთ, არ იქნება საშიში? დიახ, რამდენად შეეშინდება შენს ფორმას? კიდეულის ძალიან დიდი რაოდენობით ჭამას გავაგრძელებ. ადრე თუ გვიან კარში ვერ შევეტევი. მაშინ ტანვარჯიშით ნაღდად ვეღარ დაკავდები. კარგი, ერთხელ ვცხოვრობთ. Yummy. ოპა, ერთით ნაკლები. ისე მალე დანებდა. ეს ცუდია. ახლა მეშინია რომ ჟენია საპირისპიროში შესვლას ვერ მოასწრებს და წინასავით ჩემს ლოგინზე აღებინებს. მისმინეთ ბავშვებო, იცით, ყველა ჩვენი შიში მართლაც საშიშია, მაგრამ დროა რაიმე ნამდვილზე გადავიდეთ. მაგალითად, ახლა ვეკეთყვით. ყველას გვაქვს რაღაც მომენტი, რისიც გვეშინია და არ გვინდა რომ მოხდეს, განსაკუთრებით ნიკოლს. როგორიც მანიკურის პროცედურის შეწყვეტა? არა, ვალდემარის ჩვენთან გადმოსვლა. არა, პირობას გაძლევთ, მაშინ მე მართლა წავალ სახლიდან. მაგრამ დღეს ხომ ჩვენ შიშებს უმკლავდებით, ესე იგი უნდა გავაკეთოთ. ამას უნდა გავუმკლავდეთ, ზუსტად. დაამტკიცე რომ არაფრის გეშინია, ნიკოლ. კარგი, იყოს ეგრე, დედასთან წავიდეთ. ჯანდაბა. არ მჯერა რომ ასე თავისუფლად დავთანხმდით. ამაზე. კარგი, ასე აქტიურად ვისწერ SMS-ებს, დედიკო. რა ვიცი, დაქალს. აღარ გინდა დამალვა. გვინდა გითხრა რომ შენთვის კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენთვის კი არც ისე კარგი. რა ამბები? ჩვენ გთავაზობთ რომ ვალდემარი ერთი ღამით აქ ჩვენთან დარჩეს. რა? სერიოზულად? სამწუხაროდ კი. დიდი სიამოვნებით, მაგრამ ვალდემარი ახლახან აფრიკაში წავიდა. ქარვის ყელსაბამი და კრისტალის ბძივები რომ ჩამომიტანოს. მაგრამ თვითმფრინავს რაღაც პრობლემები შეექმნა და ავტოსტოპით მოდის. ავტოსტოპით? იქ ხომ ოკეანეა? უი, ხო, მართალია, მაგრამ მაინც იზავს რამეს. ნუ ხო, ჩვენ მზად ვიყავით ვალდემარი რომ მიგვეღო. ესე იგი ეს შიშის დავძლიეთ. კარგი, ჩავთვალოთ რომ ჩვენი შეეშინდა და აღარ მოვიდა. იცით რა შევამჩნიე? რა? ყველაზე აშკარა შიშს ჩვენ გვერდსვulit. რომელს? დედისგან სასჯელის მიღებას. უი, ხო, ვერასოს გამოისო ფითი დაგვჭი სტანია. კარგი იდეაა. იატაკის კბილის ჩოთკით მოწმენდას, ან ნასკების კონვერტისავით დაკეცვას გვაიძულებს და ფერების მიხედვით დაყოფას. გთავაზობთ რომ ყველაფერი ავრიოთ. წავედით. ჩქარა. ხო, სკამები. გონი ნორმალურია. ჰოპ. ყოველდილით მასწორებინებს. ბოლოს ის გამო დაგვსაჯა ტანია, ზუსტად პირეულის შეფუთვის გამო. კარგი, ნაგავი. დაგვჭი ამის გამო? კი! Yes! უი, კი არა და რა ცუდია! მარტივი გამოსაცნობი იყო. მე ვიცოდი რომ ტანია მანქანის გარეცხით დაგვრჩიდა. კარგია რომ ჩვენი კბილის ჩოთკებით არ დაგსაჯა. და კარგია რომ მანქანას ვწვენთ და არა უნიტას. გენიალური იდეა მაქვს, მომისმინეთ. ყველას ხომ გვაქვს შიში რომ არ დაგვიჭირონა ციხეში არ ჩაგვსვან და რა იქნება თუ მართლა რაიმეს დავაშავებ? ჩვენ ხომ დედას მანქანას პოპარო შეგვიძლია. აი ეს უკვე ძალიან კაცრი იქნება. რა არის ამაში ძნელი? ეს ხომ უბრალოდ მანქანაა. ხო და ციხე მხოლოდ ოთახი გამოდის. მალე ბავშვებო, არავინ არ უნდა დაგვინახოს. გაჩერდით, თქვენ რა? მანქანის პოპარო აგინდოდათ? ხომ იცით რომ ეს ლეგალური არაა? ახლავე სახლში. რას გიზამთ მაგას მე გადავწყვეტ. კარგი. მანქანის გარეცხვა? ვალდემარი გარეცხავს აფრიკიდან რომ დაბრუნდება, ან რომ გადმოსურავს. ჯანდაბა, არა და რა კარგი იდეა იყო. როგორ ჩაგვეშალა? ცუდ დროს გამოვიდა ტანია. თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა. სანამ мотиваციას დავკარგავთ, თავაზობთ რომ მოვიფიქროთ კიდევ როგორ დავარღვიოთ კანონი. ყოველთვის მეშინოდა ციხეში მოხვედრის. ხო, შენ აღარ ხუმრობ. კარგი. მისე, მოდი ვინმე გავხურდოთ. ვინც გინდათ, გარეთ გავიდეთ, ვინმეს ვიპოვით. მოდით, ახლავე წავიდეთ. ისეთი თავდაჯერებული ხარ, რომ გეგონება ყოველდღე აკეთებდე ამას. კარგი, როლში შევიჭერი უბრალოდ, მეტი არაფერი. წავედით. ხერფლისთვის ბევრი ზებნა არ მოგვიწია. საინტერესოა, აქ რას აკეთებ ჩვენ სახლთან ახლოს? იქნებ დაიკარგა? უცხოელს გავს. ეგ მოგჭირდება. ვიღაცამ იგი უნდა დააბნიოს, მეორემ ჩემოდანი უნდა მოიპაროს და მერე გავიქცე. მე და ბოგდანი ყურადღებას გადავატანიებთ და შენ ჩემოდანი აიღე. ალბოქს დასაკარგი დრო. აწმუნებული ხარ. რას გაჩერებულ ხარ? ვინმეს ელოდები? უკაცრავად? გერმანელია? Ja. რა? მე არ გავიგე, რა გინდა? Guten Tag.
გაჩერდი, პატარა ქურდო. ეს ნამდვილად ექსტრემი იყო. რა კალგია რომ ვერ დაგვიჭირეს. არ მინდა ციხეში მოხვედრა ჩელენჯის გამო. კარგი, სამაგიეროდ დღეს ჩვენს სისხლში ადრენალინი ნამდვილად გაიზარდა. ბავშვებო, როგორი საშინელება? წარმოიდგინეთ, ჩვენს გერმანელმა თესავს ვიღაც ქლაპებმა ჩემოდანი მოპარეს, ზუსტად ჩვენი სახლის გვერდით. ყველაფერი აქვე მოხდა. ვაუ! თქვენ ჯობია გავეთ არ გახვიდეთ. შეიძლება საშიში იყოს. აი ისინიც, ქურდები, ახლა ყველას ძვებს დაგემჭრებთ. შაიზე! აი ახლა ცუდად გაქვთ საქმე. mein Gott. 3, 2, 1, ნონი თქვენ მისტიკოვის სახზე ხართ. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება და ჩვენ გავიქეცით. ნახვამდის!